ეს არის ახალი სამზე სირიის სამოქალაქო ომი, მაგნიცკის საქმე და ვიქტორ ბუტის დაპატიმრებამ საკითხებთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციასა და კრემლში რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ვაშინგტონი მოსკოვს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებს, პუტინის ხელისუფლება კი დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. სირიის თემა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ობამას ადმინისტრაცია ასადის რეჟიმზე ზეწოლას და სირიის ოპოზიციის დახმარებას აგრძელებს. ვერ ვხედავ, რომ დღეს რუსეთის სირიის საკითხებში გვეთანხმება. ამერიკა ასადის ოპოზიციას ეხმარება და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. მიზანი დამასკოს რეჟიმის სწრაფი შეცვლაა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ სირიელებს, რათა დემოკრატიული მომავალი შექმნან. სირიის საკითხის გარდა ჰილარი კლინტონი რუსეთს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებს. სახელმწიფო მდივანმა მაგნიცკის საქმის შესახებ ისაუბრა. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვა უნდა გაგრძელდეს. ამაზე ზიზიარებენ კონგრესის წევრები. კონგრესმენები განსაკუთრებით შეშფოთებას გამოხატავენ უსამართლოდ დაღუპული სერგეი მაგნიცკის გამო. კლინტონის შეშფოთებას მოსკოვში არ იზიარებენ. მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებით კრემლი დასავლეთის კრიტიკას არიღებს და გაღიზიანებას გამოხატავს. რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გადაცემას ითხოვს. ჩვენი ყურადღების ცენტრშია ამერიკაში ჩვენი მოქალაქეების დაპატიმრების საკითხი. ვიქტორ ბუტისა და კონსტანტინე იაროშენკოს დაპატიმრების გამო პრეტენზიები გვაქვს. ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ჩვენი მოქალაქეების რუსეთში ექსტრადაცია დავიწყოთ. კრემლსა და თეთრ სახლს შორის დაპირისპირება გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომებზე წელს განსაკუთრებით გამოჩნდა. სირიის საკითხზე დასავლეთის მომზადებულ რეზოლუციებს მოსკოვმა ვეტო სამჯერ დაადო. სირიის ქალაქ დამასკოს გარეუბნებში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება. სამხრეთით მდებარე გარეუბან ტადამუნს ასადის ძალები აკონტროლებენ. მთავრობის ჯარისკაცებმა ცნობილი ბრიგადის გენერალი ესამ ზაჰრედინი ცოცხალი აღმოაჩინეს, რომელიც დაღუპულად იყო გამოცხადებული. იგი ქალაქ ჰომსში ამბოხებულების მიერ 3 თვის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა. დამასკოში ფრონტის ხაზთან რამდენიმე მანქანაც აფეთქდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სირიაში 17 თვიან დაპირისპირებას 20,000-მდე ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტების სერია ერაყში, ქირქუქსა და ბასრაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 100-ზე მეტი. თვითმკვლელმა ტერორისტმა იერიში ხალხმრავალ ბაზარზე, პოლიციის შენობასა და საფრანგეთის საკონსულოზე მიიტანა. სამივე ტერაქტის დროს ავტომობილში დამონტაჟებული ბომბები აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. ისრაელის ქალაქები ღაზას სექტორიდან დაიბომბა. ქალაქ ნატივოტში ერთ-ერთ სახლს გრადის ტიპის რაკეტა დაეცა, რამაც სახლთან ერთად ახლო მდებარე შენობებიც დაანგრია. მეორე რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ ბერშებაშიც. ისრაელის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 5 ადამიანი მიღებული შოკის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2012 წლის დასაწყისიდან დღემდე ღაზას სექტორიდან ისრაელს 455 რაკეტა ესროლეს. ისრაელში აცხადებენ, რომ დაბომბებზე საერთო პასუხისმგებლობა ღაზას მმართველ ისლამისტურ დაჯგუფება ჰამასს ეკისრება. სახლში მეძინა, სირენისმა გავიკედა, აბაზანაში შევედი. ამ დროს აფეთქება მოხდა. სახლი დაინგრა. ჩემი გადარჩენა ნამდვილი სასწაულია. ანტიამერიკული აქცია იაპონიაში, ოკინავაში შეკრებილი ათასობით მომიტინგე ამერიკის სამხედრო ბაზაზე საბრძოლო ვერტმფრენების განთავსებას აპროტესტებს. 12 ერთეული ოსპრის ტიპის ვერტმფრენი საზღვაო ფეხოსნების ბაზას გადაეცა. მომიტინგეების განცხადებით ვერტმფრენი ქალაქს საფრთხეს შეუქმნის. აქციის მონაწილეების მტკიცებით საფრენი აპარატი შეიძლება ჩამოვარდეს. ოსპრის ტიპის ვერტმფრენმა წელს მაროკოსა და ფლორიდაში კატასტროფა განიცადა. ოსპრის ტიპის ვერტმფრენება ჩვენს თავზე არ უნდა იფრინონ. ეს მიუღებელია, რადგან ვერტმფრენები შეიძლება ჩამოვარდეს ნებისმიერ დროს და საფრთხე შეუქმნას ხალხის სიცოცხლეს. ჩვენი მოვალეობაა შვილები და შვილიშვილები ამ საფრთხისგან დავიცვათ. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ სირიელ დევნილებს ავსტრალია და გერმანია ეხმარება. ათეულობით მილიონი დოლარი ლტოლვილთა კვებისთვის, ჯანდაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის დაიხარჯება. ბანაკებში მყოფი ადამიანების მდგომარეობა მძიმეა. დევნილების მთავარი პრობლემა სასმელი წყლის ნაკლებობაა.
20 მილიონი დოლარი სირიელი დევნილებისათვის. ავსტრალიის მთავრობა ასადის რეჟიმისგან გამოქცეულ ადამიანებს ეხმარება. იორდანიაში ზაათარის ბანაკში მყოფ დევნილებს ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორი შეხვდა. ბანაკში 26,000 ადამიანია. გაეროს მონაცემებით, ყოველდღიურად მარტო ერთ ბანაკს ასობით ახალი სირიელი დევნილი ემატება. ჩვენ დიდ დახმარებას ვუწევთ დევნილებს. ავსტრალიამ სირიელი ხალხისთვის 20 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გამოყო. ჩვენი მიზანი ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მარტო ერთ დღეში იორდანიის საზღვარი 300-მა დევნილმა გადაკვეთა. წინა კვირასთან შედარებით ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მიზეზი სირიის არმიის დაწესებული შეზღუდვებია. ასადის ჯარისკაცები დევნილებს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევენ. დევნილებს ეხმარება გერმანიაც ბანაკებში მყოფი სირიელებისათვის 2 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება უკვე გამოიყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანელ კოლეგასთან ერთად დევნილთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ამ ბანაკის მცხოვრებ ხალხს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. ჩვენ უნდა მოვაწყოთ წყლის კომუნიკაციები, სადება უნდა დავიწყოთ ზამთრისათვის. იორდანიამ საკუთარ მხრებზე იტვირთა პასუხისმგებლობა. მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენ სირიელ ძმებს და დებს. მათ უნდა მივაწოდოთ წყალი და ელექტროენერგია. უნდა უზრუნველყოთ ჯანდაცვით და განათლებით. მარტო იორდანიაში 150,000-ზე მეტი დევნილია. ბოლო ერთ თვეში ქვეყნის საზღვარი 28,000-მა სირიელმა გადაკვეთა. ინდონეზიაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მეტრო ტივის ცნობით ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ ჯაკარტას ბავშვთა სახლში იყო დამონტაჟებული. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, საქმეს ქალაქის პოლიცია იძიებს. Dan 1 orang diantaranya kritis dengan luka kritis sudah dibawa ke ავსტრალიის ქალაქ ვიონგში 2 დღეა ტყეები იწვის. ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო თვითმფრინავებით ცდილობენ. ჩრდილოეთის მთავარი მაგისტრალი სიდნეიდან ვიონგამდე გადაკეტილია. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს. ვიეტნამში მომხდარმა მეწყერმა 29 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების შედეგად 1000-ობით ჰექტარია დატბორილი. ჰანოის პროვინცია საშიშ ზონად გამოცხადდა. მოსახლეობა მასობრივად ტოვებს საცხოვრებელ სახლებს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე არ წყდება. სტატისტიკური მონაცემებით ვიეტნამში ყოველწლიურად სტიქიური უბედურების შედეგად საშუალოდ 430 ადამიანი იღუპება. მავრიტანიის ახალი ამბების სააგენტოს ვებგვერდი ნიგერში 2 წლის წინ ალ-ქაიდას გატაცებული 4 ფრანგი მოქალაქის ვიდეოს ავრცელებს. მცველები საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდისგან დახმარებას ითხოვენ. ფრანგები 2010 წლის სექტემბერში ნიგერში ურანის სამთო ზონიდან გაიტაცეს. ისინი ბირთვული პროგრამის თანამშრომლები არიან. გამტაცებლები მცველების გამოსასყიდად 90 მილიონ ევროს ითხოვდნენ. თუმცა საფრანგეთის წინამთავრობამ ალ-ქაიდასთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა. ჩრდილოეთ კორეას სახელმწიფოს დაარსების დღეს აღნიშნავს. ფხენიანში სახელმწიფოებრიობის 64 წლის თავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ტარდება. მოსახლეობამ დაფუძნებელი ლიდერების ძეგლები ყვავილებით შეამკო. 1948 წელს გაეროს ხელმძღვანელობით ჩატარებული არჩევნების შემდეგ ნახევარკუნძულზე 2 სახელმწიფო სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა შეიქმნა. 1950 წელს კორეის ომის დაწყების შემდეგ ორივე სახელმწიფო სუვერენიტეტის გავრცელებას მთლიანად ნახევარკუნძულზე ცდილობს. 1953 წელს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება დღემდე არ გაფორმებულა. ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი გერმანიას ევროზონის დატოვებისკენ მოუწოდებს. სააგენტო როიტერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სოროსი აცხადებს, რომ თუ გერმანია მზად არ არის კრიზისში მყოფ ევროპის სახელმწიფოებს დახმარების ხელი გაუწოდოს, მაშინ მან ევროზონა უნდა დატოვოს. მილიარდერმა ასევე საჯაროდ გააკრიტიკა ევროპის ცენტრალური ბანკის უკანასკნელი გადაწყვეტილება კრიზისში მყოფი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვის შესახებ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვაზე მონიტორინგის სურვილით გამოვიდა. ფონდის დირექტორმა ინიციატივა რუსეთში მიმდინარე აპეკის სამიტის დროს გაახმოვანა. ევროპის ცენტრალური ბანკი კრიზისში მყოფი იტალიისა და ესპანეთის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვას აპირებს, რაც ქვეყნებს საფინანსო ბაზრებზე დაბალპროცენტიანი ვალის აღებაში უნდა დაეხმაროს. ევრობონდების შეძენის გეგმაში სავალუტო ფონდის ჩართვის ზუსტი სტატუსი ჯერჯერობით გაურკვეველია. $65 შეფასებული ახალი სათვალე შესაძლოა ათასობით უნარ შეზღუდული ადამიანისთვის ფასდაუდებელი აღმოჩნდეს. სათვალე, რომელზედაც ვიდეო კამერაა დამაგრებული, ადამიანს კომპიუტერთან მუშაობის საშუალებას აძლევს.
ბრიტანელი მეცნიერების გამოგონებამ შესაძლოა ათასობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს კომპიუტერთან მუშაობის საშუალება მისცეს. კომპიუტერის კლავიატურის და მაუსის მართვა ინოვაციური სათვალის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. სისტემა ორი ნაწილისგან შედგება, ერთი რომელიც თვალის გუგის მოძრაობას იმახსოვრებს, ხოლო მეორე კი მომენტალურად შიფრავს ადამიანის განზრახვას. ინფორმაცია საბოლოოდ ბრძანების სახით კომპიუტერს გადაეცემა, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს მაუსის და კლავიატურის გარეშე კომპიუტერთან თვალის მოძრაობით იმუშაოს. მოწყობილობა ბრიტანეთის იმპერიალ კოლეჯის მეცნიერმა და მისმა სტუდენტმა გამოიგონეს. მოწყობილობა 3D განზომილების სათვალისგან და მასზე დამაგრებული პატარა ვიდეო კამერისგან შედგება. სათვალის გამოყენება ძალიან მარტივია. ყველა ბრძანებას ადამიანი თვალის მოძრაობით ასრულებს და აკონტროლებს. მაგალითისთვის, თუ თქვენ კომპიუტერის დესკტოპს უყურებთ და საწყის ღილაკში შესვლა გსურთ, უბრალოდ თვალს გაუსწორებთ ამ ღილაკს და დაახამხამებთ. თუ დამაგვირდები დაინახავთ, რომ თვალის ერთი დახამხამებით შევდივარ კომპიუტერის საწყის მენიუში, ხოლო მაუსს თვალის მოძრაობით ვაკონტროლებ. ბრიტანელმა მეცნიერმა გამოგონების ტესტირება ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის დროს გამოსცადა. სათვალის თვითღირებულება $65. მეცნიერი იმედოვნებს, რომ ფირმები გამოგონებით დაინტერესდებიან და სათვალის კომერციული მიზნით გამოშვებას დაიწყებენ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ცდებმა გამოაშკარავა, რომ უძილობა მეხსიერების დაქვეითებას იწვევს. უახლესი კვლევა ექიმებს ალცჰაიმერის დაავადების განკურნებაში დაეხმარება. ექსპერიმენტი მღრღნელებზე ჩატარდა და დადგინდა, რომ ტვინის ქერქი იმ თაგვებს დაუზიანდათ, რომელთაც თითქმის არ ეძინათ. პროფესორი დევიდ ჰოლცმანი ვარაუდობს, რომ ახალი აღმოჩენა ალცჰაიმერის და გონებრივი ჩამორჩენილობის განკურნებაში დაეხმარებათ.